29 თებერვალს სოფელ ტანზიაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სენის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით ახალგაზრდული მწვანე ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალზე წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სენის წარმომადგენელმა ერთობლივად გაჭრეს და აღნიშნული თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ წარმატებულ თანამშრომლობას შეაფასეს. ცენტრი პროექტის ეკოემიგრაცია, დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ფარგლებში გაკეთდა. რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოს და სომხეთის იმ რეგიონებში ხორციელდება, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ. მწვანე სივრცის სარემონტო სამუშაოები 25 იანვარს დაიწყო და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო ტექნიკით სამოქალაქო სექტორმა აღჭურვა. გაფორმებულია მემორანდუმი ჩემს ორგანიზაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ადგილობრივი ბიბლიოთეკის შენობა გვაქვს აქვე, რომელიც გაუწევს ესე ვთქვათ კურაციას, აქ მიმდინარე მოვლენებს, როგორ უნდა მოვიდნენ ბავშვები, იმუშაონ და ასე შემდეგ. ასევე მათი ინიცირების შემთხვევაში თუ კი რაიმე ახალი იდეებს ჩაეყრება საფუძველი, ჩვენ როგორც ორგანიზაცია ვაცხადებთ უსაწყობნას შესაძლებლობის ფარგლებში, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ბავშვების მხარდაჭერა. აქვე და აღნიშნო ის კარგი თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ წარმოა ადგილობრივ მმართველობასთან, თვითმმართველობასთან, რომ არა მათი მხარდაჭერა, მათი ჩართულობა და ფინანსური მონაწილეობა დღეს რецეპტი ამგვექნებოდა. ეს არის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლებისკენ და მათი განვითარებისკენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ეკომიგრანტები მათ შორის ჩართული იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ ცდომა ინტერნეტთან. ესევე მოგეხსენებათ, რომ ამავე შენობაში არის ბიბლიოთეკა, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აღმოცენებელი ბავშვების სწორი განვითარება მოხდეს. ახალგაზრდული მწვანე ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, გარემოსდაცვითი საჭირო ლიტერატურით. აქ ადგილობრივებს ექნება ცდომა ინტერნეტთან. შესაძლებლობა ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ყველა იმ სიკეთის მიღების, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და საჭირო ინფორმაციის მოძიებას. ჩემი აზრით, კარგი არის ეს ოთახი გაიხსნა, იმიტომ რომ ჩვენი განვითარებისთვის ძალიან საჭირო არის. ალბათ თქვენთ მეც და ჩემი თანაწილეებიც ხშირი სტუმარი ვიქნებით ამ ოთახის. ალბათ ბევრი ინფორმაციის მოძიებას შევძლებთ. მწვანე სივრცეში ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ შეეძლებათ მოაწყონ სხვადასხვა შეხვედრები, ღონისძიებები. მანამდე კი აქ უკვე საკუთარი ავტოგრაფები პირველმა სტუმრებმა დატოვეს.